დამთავრდა დილა მშვიდობის. სავარაუდოდ დილას ნახავთ თქვენ ამ ვიდეოს. დღეს შატყობა მქონდა, არ ვიყავი თქვენთან. მაგრამ ვერ მოახერხე. იმიტომ რომ გვიან მოვედი და ერთი სული მქონდა, ცოტა აზრზე მოსული იყავი. დღეს მაგრად დავიხალეთ. ბევრი საქმე იყო. ეს არის 45 პერანგი და ამით ვამთავრებ. სამს უთხარი დღეს უარი. დიდი ბოდიშიც მოხდით, ვუთხარი უარი, იმიტომ რომ ვეღარ მორჩა. საუთოებელზე სარეცხი არ მეტევა. პარალელურად კალათაში სარკესთან და პლუს გარეთ თოკზე. ამით ვამთავრებ. ჩემთვის ეს უკვე პიკია, იმიტომ რომ ვერ ვახერხებ, ვერ ვასწრებ. სახლის საქმეს მოვწყდი. ამ თურქეთის გამოთორე ისე არაუშავ რაღაც. ხანს გავკაჩავდი. ერთი კვირა ალბათ. ხო და ვაკეთებ თურქეთის ამბებს და ხატვას. სახლის საქმე ძალიან გადავდე. ისეთ რაღაცებს ვაკეთებ, რაც აუცილებელია და ფაქტიურად აღარც მაიკები აქვთ. ან დასარეცხი, ან დასაუთოებელია. ან სადღაცას დავდი და არ მახსოვს. აი ეგეთი ქაოსური სიტუაცია მაქვს და მორჩი. დავამთავრე. სავარაუდოდ შეიძლება ნაწყელებიც დამჩნენ ზოგი ერთები, რადგან ანუ სანამ დახატვას დავიწყებდი, თანამას ავიღებ. სანამ ხატვას დავიწყებდი, მანამდე შეიძლება ცოტა ჩუმად იყოს ეს ვლოგი, ხმას კი აუწევ, მაგრამ მაინც. ხო და ისა, ძინავთ ახლა სულ ყველას 2 საათი ხდება. და მე რაღაცნაირად მინდოდა, რომ ეს თქვენთან ერთად აღმენიშნა. ხო. მოკლედ, სანამ აპრილში დავიწყე, ხო? კი, აპრილში დავიწყე ხატვა. და ანუ შემითანხმდნენ, რომ ნახატი უნდათ ჩემთან დაეხატათ. და მეთქი რა პრობლემა. თან მაშინ ვიცოდით, რომ ცოტა მერე მივდიოდით. ანუ მთელი 10 დღის რაღაცით გადმოიწია თურქეთმა მერე. ხო და ანუ შევთავაზდი რა და თან ისიც გავაფრთხილ, რომ ადრე უნდა დავიწყო მეთქი ხატვა. ამის და ამის გამო. ხო და კაი. ხო და დაახლოებით 7 კაცი ვიცი, რომელსაც შევუთანხმდი და ჯერჯერობით არ ჩანა. ხო და ხა მე ხო ვერ მივწერ, რომ მეთქი დაგიხატოთ, იმიტომ რომ იქნებ ან დააპრინტერებინა, ან სხვას დაახატებინა და ანუ ჩემგან არ გამოდის ეგ თავაზიანობა, რომ მეთქი სადახარ მოდი დაგიხატო, ვერ ვეტყვი. ხო და დღეს ერთ-ერთს უთხარი უარი. შეიძლება ნაწყენი დარჩა, შეიძლება კიდე დარჩნენ ისინიც ნაწყედები, მაგრამ მე დავპოსტე კიდეც მაგის გამო, რომ მაქსიმუმ მაისის პირველი კვირაღა დავხატავ, თქო და ხვალე თავდება ეს ყველა. უიმართლოდ გადასულია უკვე დღე, მაგრამ მინდა რომ გიორგობა მოგილოცოთ ყველას მაინც. გფარავდეთ. წმინდა გიორგის მადლი და ძალა, ჯანმრთელები გამყოფოთ. და შეგეწიოთ ყველა გასაჭირში. ამინ. ხო და მოკლედ ხვალე თავდება ის მაისის პირველი კვირა და სიტყვას ვასრულებ რა, ანუ აღარ შეიძლება ვეღარ
ხო შეიძლება ნაწილები დამჩნი, მაგრამ რა ვქნა. სხვა გზა არ არის. ერთმა ესე მითხრა რა. ანუ რომ უნდა დაგიხატაო და მეთქი კი, მაგრამ უკვე დაგვიანდა, ჩემთვის დაგვიანდა. შენთვის არა, მაგრამ ჩემთვის დაგვიანდა, ვეღარ. და ორს ვიცაც უთხარი დღეს უარი ახლა. კაი არა, პრობლემა არა უშავს, მადლობა მაინც. ნუ ყველას მიზეზი ვუთხარი და გასაგებად გაიგეს. ასე რომ დავყო. ხვალიდან ჩულ განრიგში გავაგრძელა. მაქსიმუმ 12 საათამდე ვიყო. მოკლედ ეს 4 კვირა ზუსტად ამ დროს ვიცინებ ხოლმე დაახლოებით მაქსიმალურად და უკვე ვიტყვი ჩუოში გადამივიდა. წეღა სამსახურში ცოტა ხანი ჩაქრა შუქი. ხო და მაგ შემთხვევისთვის დიჟოკი გვაქვს ხოლმე რა, გვაქვს მე რა მაქვს აქვთ. იმიტომ რომ შუქი ერთადერთი გვჭირდება ჩვენ წყლისთვის. წყალი გვაქვს უწყვეტად და წყალი გვაქვს ჭის. თბილი წყალი ზაფხულში ცივია, ზამთარში თბილია, ისე რომ ზამთარში წყალთან რო ქონდა ურთიერთობა თბილი იყო. ნუ მოკლედ მაგას თავი დავანებოდა, ჩაქრა და მატორი არ ამუკაჩავდა წყალს. და სადღაც 1-40 წუთი გავჩერდით ალბათ. და მაგარი მზე იყო ეზოში, გამოვედი დავჭირდი, ანუ ვერაფერს ვერ გავაკეთებდით, სანამ წყალი არ მოვიდოდა და დიჟოკიც ვერ ჩარდეს. აი ესე ხა ცხელი წყალი არ დაგასხათ. აი ესე მედოხერე და ჩავყავი თავი და ორჯერ მივხვდი რომ მაგარ ღრმაძილი და გამოვედი. შევკრთი და ის. ხო და უკვე ვანიშნებელი იყო, საკმარისი იყო მართლა უყვარდა. ფაქტიურად სახლს მოვწდი. ჩავალოცოთ ჰოპ, всё, არა. ასე რომ ხვალე არის ჩემი ბოლო დღე სამსახურში და 2 კვირა აღარ მივდივარ, მithხოვენ. იმიტომ ძალიან მალე გავიდა დრო. მე როდესაც თურქეთის ამბებზე მოგიყევით და გითხარით რომ ესე თურქეთში ვაპირებთ თქო წასვლას, იყო 3 თვით ადრე და ძალიან მალე გავიდა დრო, ძალიან მალე. ეხლა მინდოდა შემეყარა სარეცხი წყალი დაწყდა. შუპ მარინაზში ნაყიდი ტანსაცმელი არ გამირეცხია ჯერ. აბანოში იცი როგორ არის სარეცხი? აი ეს ეჭიდებიან ვარ ჩამოცვიდნენ ერთმანეთზე. კალათებში. თავი წყალი მოვიდეს ხვალ მაგას უშველი. ხვალ საღამოს რომ მოვიდე, ერთ-ორ სალს მოვასწრებ და მე უკვე ზეგ. მართალია ხვალინდელ დღეც ზეგინდელიც დაკავებული მაქვს ზეგ დილით ჯერ უნდა გავიქცე. მერე უნდა მოვიქცე და მერე მაქვს ტრენინგი. აი ეს რო ვიყავი იქ მსგავსი ოღონდ ესა ონლაინ შეხვედრა. ხო და პარალელურად თან ვრეცხო, თან ვალაგო, თან რა ვიცი. და ერთადერთი რაც ვიცი, უნდა გავაკეთო, დავიღალე, ხახ თქვენც ესე გააკეთეთ. ზამთრისები შელაგებულები გამოალაგეთ უკან. მასე გავაკეთე. ეხლა უნდა შევალაგო. დაუტო ლაშას და ნინოს. ტანსაცმელები ის რაც მთელი კვირა უნდა მთელი 10 დღე ეწვათ. სავარაუდოდ ჩემი მამათილი ამოვაგდა, აქ იქნებიან 3. ეს ადრე ვსვავდი დილა საღამოს ცხელ წყალს. რაცა გარკვეული პერიოდი.
მე ერთი თუ დამავიწყდა და იქ მორჩა. თუ სვავ არ უნდა შეწყვიტო, სადაც 1-2 კვირა მაინც უნდა სვა. დღეს არის მეორე დღე. ხო და მაშინ მომეწონა. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ისეთი ნიტო დასალებია მომეწონა. რაღაცნაირად აშკარად შვება ვიგრძენი ორგანიზმში, რისი არ ვიცი. ისე რომ საღამოდებოდა თვითონ მთხოვდა ორგანიზმი, რომ ცხელწყალი, ძილის წინ ცხელწყალი თანელია და უზმოს. ძალიან კაია. ძალიან კაია. დიეტაზე მკითხეს კიდე რა ქნაუშიმა დიეტამ ორ თვისწი რომ დაიწყეს ათურქეთეთ. მანამ არ აქტივდეთ არაფერი, რაც სანამ ეგ დიეტა იზავს. რა დიეტა ტაფაში ვიჯექი ფემით, 4 ფეხით. თუმცა დიეტა არა, თავშეკავი. ხო და ეს კარგ რაღაცას აკეთებს. მაშინაც დავაკვირდი, უბრალოდ ერთი დავა დამავიწყდა და იქ დავამტო, სულ დავამტო. და ხაბა ცოტა ხანი დავлеგი, ერთი კვირა რო გავქაჩო ნახოთ. დილას ბოლომდე ვერ დავлеგი, ეს დავлеგი. ხალხნო. საერცხის წამალი რო ჭურჭლის ჟელე რო შევცვალე. შევცვალე რა ის რაღაცა ფინაჩური რო ქვაბებისთვის გადავდე და ფეირი რო ვიყიდე. არ ვიცი, ეს გაქერცლილი ფრჩხილები სად წავდა. თითქოს ზედაპირი განახლდა. ეს ნახე, თეთრი და შავი სახება ნეკაციც. ხო და მოკეთო შაბათს ისე შემოვიტოვებ საქმეს, რომ შაბათს არაფერი აღარ გავაკეთო, თან ბავშვები ისვენებენ. ანუ არ არის სწავლა სკოლაში. ხო და შაბათს მე და ბარბარე მივხედავთ ჭხილებს. სამშაბათისთვის. მე მასტერი. ყულად გამოცდილი. ძალიან ბევრ მომკითხეთ მარინაზე. დედაჩემზე არა, კაცო, შოპ მარინაზე. სად არისო? ანუ Google-შიც იძებნება. მე ხა რო ვიყავ, მაშინ გავიგე, რომ დიდუბეშიც თუ დიდუბეშიც. მოკლედ სხვაგანაც გახსნეს ფილიალი. ხო და Google-შიც იძებნება, რომ ჩაწეროთ ისნის შოპ მარინა, ანუ ისნის ფილიალი. რუკასტეკ განახებთ. და ну кай ვისაც ეგ მაგას ვერ გააკეთებ ძალიან ადვილად შეუძლია მეტროდან რო გამოვა წავიდეს ზემოთ მხარეს და იკითხოს ნებისმიერი მიასწავლის ნებისმიერი ხო და ხუთშაბათს არ წახვიდეთ ხუთშაბათი დღე არის გადამყიდველების გაქთელავენ რაღაცას აარჩევთ რაღაცას არა ბევრ რაღაცას მაგრამ გაქთელავენ მიხარია რომ მოვაღწიე თქვენამდე. ამას ახლა ესე ტოვებ. მოკლედ ეს არის 45 და მეტყვიან დაგვირგვინება საროჭის. ერთი საროჭკა შეიძლება კიდე დავხატო, ოღონდ ველოდები თვითონ თუ მეტყვიან. იმიტომ რომ შაშან თუ შაშაწი ქონდა საუბარი უნდა დამეხატო. ხო და ახლა მინდოდა პოსტი დამედო. რომ მეთქი, всё, დავამთავრე, Facebook-ზე უნდა დამედო პოსტი, всё დავამთავრე. თქოს პერანგების ხატვა და მეთქი რაღაცა სხვა ან თუ გეიმედებით რომ მე დაგიხატავთ, ანუ თადარიგი დაიჭირეთ და სხვაგან მიგცეთ, მაგრამ არ დავწერე რომ ანუ ამას რო ნახავი არ მინდა იფიქროს, ვისაც შევპირდი რა. არ მინდა იფიქროს, რომ ვაიმე უნდოდა და რაღაცა ვეღარ მოვიდეს. ამიტომ ჯერჯერობით ისევ მე მერიდება რომ ვუთხრა. რომ მეთქი აბა რა შევთ არ დაგიხატე, იმიტომ რომ ახლა
რაღაც თემაა, რომ რაღაც თავს ხომ მოახვდა ადამიანს. ხო და ჯერჯერობით ესე პირადში ვეტყვი ხოლმე უარს არ დავწერე პოსტი რა. ასე ალბათ ხუთშაბათი პარასკევი და შაბათიდან ნელ-ნელა დავიწყებ მომზადებას. აი მისი ტანსაცმელების და ყველაფრის. და დალაგებას და დალაგების როგორ დავალაგო ერთმანეთზე რა მიმაქვს. ხო და ამასობაში მე ბაზრობაზეც ავარ წასასვლელი. ხუთშაბათს ვერ წავალ. პარასკევს 9-ში ბაზრობა იქნება 9 მაისს. ანუ ზოგადად ხვდასვენებაა. და ბაზრობა მე მგონი იქნება. ხო კაი არ ვიცი. შაბათს. აი შაბათს თუ წავალ. ნახოთ. და ისა არ ვიცი რა რაღაცნაირად, მაგრამ რამდენიმე დღის წინ რო გითხარით, რომ რაღაცა ტელეფონის შეცვლა მინდა. აი მან ვარ ახლა. ისე მღრნის. და ლაშასაც უთხარი და რა ვიცი. ნახოთ. მინდა რომ თურქეთში რო წავალ, წავიღო ახალი ტელეფონი. უფრო ბევრი შესაძლებლობები ექნება. მე რაც მიყვარს ის არის, რომ სელფის კამერა და ზუმი უნდა გქონდეს კაი. ნახოთ. ნახოთ. რა ეტაპამდე მივუვართ. დილაობით მინდოდა ვიდეოს ჩაწერა. აი როგორც ორშაბათს მოვასწარი მე, არა. გუშინ ხარ მომისწრია, არა. თუ ხო? არ მახსოვს, მოკლედ. დილით ადრე ვაყენებ ბუძელნიკს, რომ ანუ სანამ ავდგები, სანამ ესენი ადგებიან, სანამ ავდგები კი არა და სანამ ესენი ადგებიან და ავადავლიოთ რაღაცა და 15 წუთი მაინც, 15 წუთი მაინც მოვასწრე. და ბუძელნიკი რო რეკავს 1 საათი კიდე მძინაო. ვერ ვდგები, მაგრამ ავდგები ხოლმე ხა. იმიტომ რომ ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ დილით თავის აწევა არ მინდოდა. ხო და ეხლა გპირდებით, არ ვიცი რამდენად შევძლე, მაგრამ აი ეს ორი კვირა რო გავა, სამსახურში დავბრუნდები. დილობით მოგისწრებთ ვიდეოს ხოლმე. ჯერ პირველ რიგში ჩემ თავს მოუსწრებ. იმიტომ რომ ეს მე მინდა. აი რა თქმა უნდა თქვენ. ამ ვიდეოს ახლა გავაკეთებ სანამ მოვალაგებ. გაკეთდება თვითონ და. ვაიმე. მეზობელი იყო, მე მგონი გავხედო. მეზობელი იყო, სახში მოვიდნენ და კანები დაბრახოთ. მოკლედ, წავედი ხა მეც ზუსტად 2 საათი გახდა. ამომქრება დავიძინებ. და ხვალ ახალი დილა იწყება. ასე. ეს არის სველი ჯერ. ხვალ დილით მინდა რომ ყვავილები მოუწყო. ავიწყდება. და თურქეთში რო წავალ ნინოს უნდა დავავალო, რომ ცოტა დაუსხა. ყოველ მეორე დღეს. ნახე ეს რა კარგი გახდა. ამხელა არასდროს არ ყოფილა. ჩემი სამფოთოლა.
ეს ნახეთ გეხოთ. ერთი ბეწო. აი ყილის ნაწლავივით წვრილი. ეს ნახეთ რა სილამაზეა. ეს არის სიყვარულის ხე. ამ ხელა გაიზარდა თიანახე. ნახეთ რა ლამაზია. გახსოვთ ზემიო კულკასი რო გამიფუჭდა. და მისი ნაწილები ჯერ მაქვს ჯერჯერობით კიდე რამდენიმენაირად ვცდილობ რომ იგივე ავახორციელო. აი თუნდაც იგივე რომელიც მარინამ ჩამომიტანა და მაჩუქა იგივე ფოთლიდან უნდა გავაცოცხლო. არ ყიდულობ სპეციალურად ახალს. იმიტომ რომ მინდა რომ ადამიანმა როგორც მაჩუქა იქიდან გავაღვიძო. რამდენი ხანი გავიდა ჯერჯერობით ისევ გამომდის. და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ აი ეს ბრძოლა ისა და ის ჩემი ზემიო კულკასი რომელიც ძალიან ლამაზი იყო მალე ისევ აქედან გავზრდი. იმიტომ რომ ეს ძირითადად არის ჩემი მაყურებლის ნაჩუქარი. ზოგი აქაური და იტალიიდან მაქვს გამოგზავნილი არ ვიცი რამდენიმე. ისეთ მიყვარს აი თვითოული ადამიანის გამოგზავნილი ისე მიყვარს რომ აი გონია რომ გულს დავწყვეტ ადამიანს და ეგეც იქნება. იმიტომ რომ მე რო ვიღაცას ყვავილი ვაჩუქო და იმან რა ვიცი ესე მოუაროს არ მოუაროს მაგრამ გაუფუჭდეს რაღაცა გამიტყდება. იმიტომ რომ ადამიანმა მთელი გულით მაჩუქა და ვალდებული ვარ და თან მიყვარს. ძალიან როგორ არ გაუფრთხილებ. ხოდა ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს ამ ყვავილს ესე გავაღვიძებ. მოკლედ მე და შოთა გემშვიდობებით ამ მაგიდასაც დავკეცავ და შევინახავ 1 წლით. იმიტომ რომ მე რო ეს აქ დავტოვ გამოსწერენ, დადებენ, დაწვევიან, გადაიშლენ და გამიფუჭენ. ეს ბოლოზარების მაგიდა, იმიტომ რომ აი ასე ვაცლებ საერთოდ და ძალიან მაგრად ვაკეთებ. წავედი ხა დილამშვიდობისა ამით ისევ, ბედნიერი დღე გქონდეთ. კი გვეზარება ხოლმე რაღაცების გაკეთება, მაგრამ მაინც ჩვენი გასაკეთებელი როა. ჯობია დროზე გავაკეთოთ და უფრო მეტი თავისუფალი დრო გვექნება. წავედი ხა. ხვალამდე, კი და მომავალ ვიდეომდე.